Გავბატონო მარიკა, დიდი მადლობა პირველ რიგში ინტერვიუსთვის. ეს არის ის ინტერვიუ, როდესაც მთავარი არის რესპონდენტი და არა ჟურნალისტი და საუბრობთ ნებისმიერ საკითხზე, რასაც თქვენ თვლით საჭიროთ, რომ 2017 წლის ამა და ამ თარიღს ვისაუბროთ. ერთადერთი კითხვა, რაც მინდა დაგისვათ იმისთვის, რომ ინტერვიუ გახსნილად გამოვაცხადოთ, რა უნდა იცოდეს საზოგადოება მარიკა ლორთქიფანიძის შესახებ. ან რა უნდა ცოდნო და რის შესახებაც არ გისაუბრიათ. იქნება ეს ბავშვობა, სამეცნიერო მოღვაწეობა, სტუდენტებთან ურთიერთობა თუ დღევანდელი მდგომარეობა. რა უნდა იცოდეს საზოგადოება მარიკა ლორთქიფანიძის შესახებ, ეს მარიკა ლორთქიფანიძემ კი არ უნდა თქვას. სხვაებმა უნდა გააკეთონ და იმათ უნდა გააცნონ საზოგადოებას. მე რა შემიძლია დავიწყებ, დავიბადე 1922 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს. და რასაკვირველია, სხვა სახელის დარქმევა არ შეიძლება. კომუნისტები უკვე შემოსული იყვნენ და ჩემ ოჯახს აღარაფერი აღარ ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვეს. მამაჩემის ერთი ძმა სოფელში ცხოვრობდა, იმას სახლი წაიღეს, დაშალეს, ხის სახლი იყო. სახლისთან არცის შორს იყო ეგრეთ წოდებული ქუხნა სახლი, სადაც მათი მომსახურე პერსონალი ცხოვრობდა, ისინი გაუშვეს და ბიძაჩემს უთხრეს, ეხლა წამგზავრდით და თქვენი ცხოვრეთ იქო. იქ იცხოვრა ბიძაჩემა თავისი ცოლით, იმასაც თვითონაც კნიაზი იყო, ცოლიც კნიაჟნა ყავდა. მთელი თავისი ცხოვრება იქ გარდაიცვალენ ერთიც და მეორეც და რაც მთავარია, როდესაც გადავიდნენ იქ, თვითონ ცოტა მოაწესრიგეს და იქ ცხოვრობდნენ. და დაუტოვეს ძალიან პატარა ნაკვეთი მიწის. სკოლაში ყავდა შესანიშნავი პედაგოგები. მე წამიყვანა იმ სკოლაში მუშაობდა ნინო მიქელაძე, დედას ნათესავი, მე დედა მიქელაძე მყავდა, აი აგე გერბიც არის მიქელაძეების. ის ლორთქიფანიძეების, ეს მიქელაძეების. და დეიდა ნინო ასე იყო მაშინ, ჩვენ ასე ვეძახდით. დეიდა ნინო პირველი 4 კლასი გვასწავლიდა ყველაფერს. მაგრამ როგორ გვასწავლიდა იცით, აი პარალელებს ავლებდა ევროპასთან, აღმოსავლეთთან არა, მაშინ აღმოსავლეთი ასე არ იყო შემოსული, ევროპასთან, ყველაფერზე პარალელებს ავლებდა. ყოველთვის გვირჩევდა, აი ახლა ოპერაში ესა და ეს ოპერა გავადა, წადით და მოისმინეთ. სულ ან თეატრში ესა და ეს სპექტაკლი დაიდგმება, წადით და ნახეთ. და რაც მთავარია, ის მასწავლებელი კი არ იყო, მეგობარიც იყო ჩვენი. ჩვენ მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით და ვერაზე იცით იყო ძალიან გამიჯნული ერთმანეთისგან ორი საზოგადოება. ერთი ინტელიგენციის, მეორე ყომარბაზების. ჩემთან კლასში ისხდნენ ყომარბაზები და მე ვიცოდი, რომ ის ყომარბაზი იყო, მაგრამ ისინი ჩემთან სახლშიც დადიოდნენ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ასეთი ფაქტი მოხდა ერთხელ, ცოტა გვიან მოვდიოდი სადღაციდან და ვიღაცებმა გამაჩერეს და პალტო გაიხადა. მაშინ ეს მოდაში იყო, პალტოს გახდა. დავიწყე გახდა და ვიღაცამ დაუძახა, ბიჭო დაანებე თავი, გიგას დაარიო. მოვედი სახლში, რაც გულმოსული, გიგა სახლში დამხვდა, გავლანძღე, ვინ რა ამხანაგები გყავს, მე უცხარი რომ მითხრა, მადლობის მაგიერი ხარ, რომ არ გაგხადეს პალტო, თორე არ გეყიდა ერთბაშად პალტო. 2 თუ 3 დღის შემდეგ ასეთივე ფაქტი მოხდა ჩემთან დაკავშირებით, როგორ დედაჩემის ძმა ცოტა ჩვენგან მოშორებით ცხოვრობდა და სამსახურიდან რო წამოვიდო და აუცილებლად გამოივლიდა ჩვენთან. და მე წავიდოდა სახლში და ერთხელ რო წავიდა უკვე ბნელო და იმასაც დაუპირეს პალტოს გახდა. და ვიღაცამ დაუძახა, ბიჭო დაანებე თავი, ეგ მარიკას ბიძა. მაგრამ მიშაბიძიამ დედას ეს არ გააგებია. მოვიდა და მე მითხრა ჩუმად, ეს რა ამხანაგები გყავსო. ჩემი კლასელები არიან, მე ვუთხარი და რა ვქნა. აი ასეთი მდგომარეობა იყო და საერთოდ ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობდით.
მამაჩემს დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის რომელიღაცა ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი. ბრწყინვალედ იცოდა რუსულიც და ქართულიც. დედაჩემს დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის კონსერვატორია, მაგრამ რევოლუცია მოუსწრო და წამოვიდა იქიდან. როდესაც მამას მოაკითხეს სახლში დასაპატიმრებლად, მამა წინა დღის წასული იყო მოსკოვში მივლინებით რაღაცა და როდესაც მოვიდნენ, ღამე იცოდნენ მაგათ მოსვლა, ორი კაცი მოვიდა და დედამ უთხრა, რომ მეო არ ვიციო სად არისო, ეგო მოსკოვშიაო, იქო მეორე ოჯახი ყავსო, მე გამიგვიდა რას ამბობს, მაგრამ მე მივხვდი რატომ ამბობდა ასე. მე არც მისამართი მაქვს მაგისი და არც არაფერიო. ხანდახან ჩამოდისო, როცა ჩამოდისო, ხან თავის ერთ მეგობართან ჩერდება, ან დედაჩემის დასთან და როდესაც ჩამოდის, მოდისო ბავშვების სანახავად, მაგრამ მე მისამართი არ ვიციო. როგორც ჩანს, მან და მაინც არ დაუჯერეს და მერე დაიწყო დედას დაბარება დაკითხვაზე და არ ვიციო დედა ეუბნებოდა და მოსკოვში სხვათა შორის ძალიან ძლიერი და კარგი ქართული დიასპორა და იმ დიასპორაში მამას მეგობრები ყავდა. იმათ მათ სამსახურიც უშოვეს იქ მოსკოვში, პასპორტიც უშოვეს, სხვა გვარზე რასაკვირველია და ხანდახან ფულსაც გვიგზავნიდა და საინტერესოა, რომ აი დეიდაჩემთან რომ მოდიოდა, დეიდაჩემი მეორე სართულზე ცხოვრობას საერთო შემოსასვლელი და კიბეები ჰქონდათ. იქ ყველა ვიცოდა რა იყო. არავის არ მოსვლია აზრად დაებეზღებინათ. მის მეგობართანაც რო რჩებოდა, არავის არ მოსვლია აზრად რომ დაებეზღებინათ. არა. რაღაცნაირად აი ესეთი ურთიერთობა. სახლში ცხოვრობდით დედა, თქვენ და ბატონი გიგა. ხო. გიგა უმცროსი ძმა იყო. 5 წლით უმცროსი იყო ჩემზე. როდესაც მამას ამბავი მოხდა, დედა იძულებული გახდა, რომ დაეწყო სამსახური. დილას მიდიოდა, ბნელოდა, მოდიოდა, ბნელოდა. გიგა მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი. მე-7 კლასამდე გიგა იყო სანიმუშო მოწაფე. მაგრამ როდესაც ეს ფეხის ამბავი მოუვიდა, მე აურია, იცით? ეხლა როგორ მოხდა ეს გიგას ფეხი? გაზაფხული იყო, სწავლა უკვე დამთავრებული იყო უნივერსიტეტში. გიგასთან მოვიდა ორი ბიჭი, მე სახლში არ ვიყავი და უთხრეს, რომ აი აქ ახლოს ჩვენთან, იქ პატარა ისინი იყო. პატარა სახლები და სახლებში პატარა ეზოები და ხილის ხეები ჰქონდა, რომ ალუბალი დამწიფდაო და წამოდი და შემი. ერთი სიტყვით მოვიბაროზე. წავიდნენ. ერთი ბიჭი ავიდა, შეჭამა, მოკრიფა კიდეც, მეორეს, მესამე ავიდა გიგა და ის აგური, რომელზედაც უნდა მოეკიდებინა ხელი, ჩამოვარდა, წაიქცა გიგა, ტროტუარის კიდეზე დაეცა, ზემოდან დაეცა ის აგური და ფეხი გატყდა. ხა მე მამას დაურეკე, რასაკვირველია, მისი ერთი მეგობრით სახლიდან ურეკავდი ტელეფონით და უთხარი, რომ ასეთი მდგომარეობა და გიგას ხვალდილას ოპერაცია უნდა გაუკეთონ და შევთანხმდით, რომ პირველ საათზე მამა დარეკავდა და მე ისე მივიძოდი იმ ქვარიანთან სახლში და ვეწყოდი რა იყო. მე კი მივედი პირველ საათზე, მაგრამ არ რეკავს გიგა. ნუ ვიფიქრე, რომ ჩაგვავლეს და დაიჭირეს. გაჭედილი საავადმყოფოს ხალხით. ოთარი მომვარდა ჯაფარიძე, სადახარქალო, მამა შენი მოვიდა და წავიდა. ესე იგი ვეღარ მოიწმინდა, რომ ტელეფონით გველაპარაკა ამ ხანაგებს. მაშინ მოსკოვში ჩაფრენა და გამოფრენა პრობლემა არ იყო და დედა მიყვებოდა მერე რომ შემოვიდაო და თიკო გიგა ნარკოზის ქვეშ იყო და ვერ თითქოს ვერ მიხდა. რომ დაჯდაო სულ ევრებოდიო და თიკო წადიახლა და თიკო წადია, იმიტომ რომ იმ ხალხში არ შეიძლება და ვინმე არ ყოფილიყო ისეთი, რომ არ შეეტყობინებინათ. და წასვლის წინ ერთხმერე გიგა მითხრა, ასე მითხრა, რომ ეს არაფერია, მთავარია კაცი იყო.
და მთელ ჩემ ცხოვრებაში აი რამე რომ ვფიქრებდი რომ მეშრება მამას ეს სიტყვები გამახსენდება მთავარია კაცი იყო და ვცდილობდიო რომ კაცი ყოფილიყავიო. ნუ მეორე დილას გაუკეთეს ოპერაცია ძვალი დამტრეული იყო აუწყვეს დაადეს თაბაშირი და გადმოიყვანეს პალატაში. ვიღაცამ უთხრა დედაჩემის დას, ის ექიმი იყო და თამარა დეიდა მოვიდა საჩქაროს. მოვიდა და თქვა რომ ამ ოპერაციის გადადება არ შეიძლება, უკვე განგრენის ნიშნებია. ой, როგორც გამავიწყდა, გიგა გაიყვანეს საოპერაციო, დედაჩემი კორიდორში დაჩოქილი დგას და ლოცულობს, რომ ვთქვათ, ვინდა ეძე რაღა დროს ფეხია, რომ ცოცხალი გადარჩეს, ხო? და როდესაც შემოიყვანეს გიგას ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა ორი კაცი და დედაჩემს ეკითხებიან, ეხლა თქვენი ქმარი აქ იყო? დედა უთხრა არაო. ნუ რასიზა? არაო, არ ყოფილაო. იქ იყო, გიგას შემოყვა ოპერაციიდან ეს ჭეიშვილი, ვინც გაუკეთა ოპერაცია, ეხლა იმას მიუბრუნდნენ, იმას უთკითხეს, იმან უთხრა მე გაუკეთე ოპერაცია და შემოვიყვანე აქ და აქ არავინ არ მოსულო. მეხუთე კლასიდან დამთავრებამდე მაშინ 10 წელიწადი იყო ქართულ ენას და ლიტერატურას გვასწავლიდა ონოფრე ნიკოლეიშვილი. ძალიან განათლებული კაცი, მცოდნე კაცი, შესანიშნავად იცოდა ქართული ლიტერატურა და დიდი პატრიოტი. ამავე დროს შეგვიკლა ენის შესწავლით, წერას გვასწავლიდა, მაშინ ძალიან მრაზობდით. მაგრამ მე კი მივხვდი რატო თუ მე და აი ჩემი რამდენიმე ამხანაგი მართლაც ქართულადაც და რუსულადაც ნორმალურად წერთ, ეს იმისი დამსახურებაა. დღეს სამწუხაროდ არ არის საქართველოში ქართული ენის ცოდნა მთავარი, რატომღაც გახდა უფრო მნიშვნელოვანი ინგლისური ენის ფლობა. უბრალოდ ადამიანები თვლიან, რომ თუ ქართულად მეტყველებენ, ეს არის ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ შემთხვევაში? ჩემი დამოკიდებულება ისეთია, რომ საქართველოში ნომერ პირველი უნდა იყოს ქართული ენა. რასაკვირველია, ენების ცოდნა აუცილებელია, ეხლა გახსნილია გზები და ყველასთან ურთიერთობა შეგვიძლია და ენების ცოდნა ადამიანმა რამდენი ენაც იცის, იმდენი ადამიანია უზუგსასი ასე ნათქვამი და მართალია, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს ქართული ენა და ქართული ლიტერატურა. უაღრესად მდიდარი ქართული ლიტერატურა და ქართული ენა. სამწუხაროდ მე ახლა სანამ ფეხზე ვიდიქი და ვიყავი ხშირად სკოლაში შესამოწმებლად გზავნიდან ხოლმე და ვცდილობდით და მე ახლა აღარ შემიძლია ასე ეს ჩემთვის მარტივი არ არის და მაგრამ რომ ხანდახან უსმენ ტელევიზიით ჟურნალისტებს გული მიხდება ცუდად რა. არ შეიძლება კაცო ჟურნალისტმა მაინც როგორ არ უნდა იცოდეს კარგად ქართული ენა და არ უნდა შეეძლოს კარგად ქართულად ლაპარაკი. ლექციებს რამდენი წელი კითხულობდით? მე როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, სახელმწიფო გამოცდებს ძალიან ცოტანი ვაბარებდით, იმიტომ რომ ომი რო გამოცხადდა, ბევრმა დაავნება სწავლას, თავი ბიჭები ჯარში წაიყვანეს და ვაბარებდით რამდენიმე სტუდენტი. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდოს იყო სიმონ ჯანაშია. კომისიაში იყვნენ ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ნაინიო, რაზეცი ყველა თავთავისი დარგის ხელმძღვანელები. ძალიან კარგად ვიმეცადინეთ ყველა და შესანიშნავად ჩავაბარეთ სახელმწიფო გამოცდები ისე რომ დამთავრდა სახელმწიფო გამოცდები, ყველა მიიღო ისა მოწვევა რომ მოდით ასპირანტურაში ჩააბარეთ და სიმონ ჯანაშიამ მე მომართა, გინდათ, თქვენ როგორ არ მინდა ბატონო სიმონ საქართველოს ისტორიაში და გამოაცხადა კონკურსი. 3 წელი სიმონთან ვიყავი. ეს იყო იდეალური ხელმძღვანელი და საინტერესოა, პირველი დღე როცა მივედით, საერთოდ ისტორიის მნიშვნელობაზე, იმაზე გველაპარაკა და ბოლოს გითხრა პერიფრაზი იმ ცნობილი ლექსის, რომ შეიძლება უფლება გაქვს, არ იყო კარგი ისტორიკოსი,
მაგრამ არ გაქვს უფლება არ იყო კარგი მოქალაქე. და აი ამ მოქალაქეების ნიმუშს თვითონ იძლეოდა. და როდესაც დავამთავრე ასპირანტურა 47 წელი იყო. თვითონ წამიყვანა აკადემიაში და ისტორიის ინსტიტუტში დამსვა მეცნიერ მუშაკად. და 58 ჩემი საკანდიდატო დისერტაცია იყო უკანასკნელი ნაშრომი, რომელიც ბატონმა სიმონმა წაიკითხა და მისცა მსვლელობა, მაგრამ ინსტიტუტში ვარ და დირექტორის მოადგილე მეუბნება ბატონი სიმონი იქ არის, რა ქვია, ცხეთაშია, არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს, ბატონმა სიმონმა დარეკა, ხვალ აუცილებლად მარიკა მოიყვანეთ ჩემთან. ან რა დამაძინებდა, ან რა მომასვენებდა. მივედი მეორე დღეს. ჯერ დამიწყო ბავშვი როგორ არის, დედა როგორ არის, მე ვფიქრობ, რომ ეხლა უნდა რომ გაახანგრძლივოს, რომ არ მითხრას, რომ არ ვარ გაშენი დისერტაცია. და ბოლოს მითხრა, მე წავიკითხე თქვენი დისერტაცია, ძალიან მომეწონა და მე ამივარდა ტირილი ხმამაღლა. და შემოვარდა ბატონ სიმენის დედა, რა იყო, რა უთხარი სიმონი გოდა. მე უთხარი რომ მომეწონა შენი დისერტაცია და ალბათ უნდა მეთქვა რომ არ მომეწონა და მაშინ არ იტირებდა. მე ვისწავლე მისგან ჩემს სტუდენტებთან დამოკიდებულება, ჩემს ასპირანტებთან თუ ჩემ უმცროს მეცნიერ თანამშრომლებთან რომ უნდა მოусმინო, უნდა უთხრა გინდა რა ხრისაც იყოს და აი ეს სულ ქონდა თავში. როგორც ბატონი სიმონი მელაპარაკა მაშინ მე ისე ველაპარაკებოდი მეც იმად. პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების დამოკიდებულებაზე რა სიტყვით? განსხვავდება ეს ურთიერთობა? მასწავლებლები მყავდა უმაღლესი უნიკალური. აი პირველი ლექცია რო შევედით უნივერსიტეტში და პირველ ლექციაზე შევედით, შემობრძანდა ბატონი სიმონ ჯანაშია. ეს იყო დახვეწილი ინტელიგენტი, ისეთი მოწესრიგებული ადამიანი, გვეკითხავდა ლექციას და ეს ლექცია იყო გამსჭვალული ძალიან ძლიერი ეროვნული სულისკვეთებით. აუდიტორიაში, სადაც 100 სტუდენტი იყო, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ან რამეზე პროტესტი და ან რაც მთავარია, რომ რამე დაბეზღება მიეწანათ სიმონ ჯანაშიაზე. ის ისე ატარებდა ეროვნულ აზრს, რომ აი რუსები რო იტყვიან, придраться было трудно, მაგრამ ჩვენ სულ ასე ვთქვათ, ეროვნული სულისკვეთებით გვზრდიდა და შესანიშნავი ლექციები ქონდა. მეორე ეს გვაკითხავდა საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან თამარის მეფობის ჩათვლით. ამ მეორე ნაწილს მე-18 საუკუნის თამარის მეფობიდან რუსეთთან შეერთებამდე გვიკითხავდა ნიკო ბერძენიშვილი. ნიკო სულ სხვანაირი იყო, ემოციური, სულ ისე ვიღაცას ეჩხუბებოდა, რაღაცაზე დაობდა, მაგრამ შესანიშნავი ლექციები ქონდა. ჩვენ ჩაწერას ვერ ვახერხებდით ლექციების. მაშინ არც წიგნები არ იყო, ძალიან გვიჭიდა და სულ საჯაროში გვიხდებოდა ჯდომა. იმიტომ რომ ვერ შევიწერდით ვერაფრით. მე უნდა გითხრათ, რომ სულ ყველა დარგის საუკეთესო წარმომადგენლები, არქეოლოგიას ნიურაძე და გუფტინი გვიკითხავდნენ, ეთნოგრაფიას თვითონ გიორგი ჩიტაია. ეს სიტყვი სულ დარგის სპეციალისტები გვიკითხავდნენ და ძალიან საინტერესო ლექციები ჰქონდა და ამიტომ სხვათა შორის გაცდენაც უფრო ძალიან იშვიათი იყო. დღეს არის იგივე დამოკიდებულება სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის? არ ვიცი, სანამ მუშაობდი უნივერსიტეტში, ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მე და ჩემს სტუდენტებს. თუმცა დისტანცია ყოველთვის იყო. არის ეს, არ უნდა ძალიან ახლოს, არ უნდა მოუშვა, იმიტომ რომ ისინი ზომას კარგავენ და ჩვენ ჰქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება. ამავე დროს ჰქონდა საქართველოს ისტორიის სამეცნიერო წრე, სადაც ჩვენი ბავშვები თავის მოხსენებებს კითხულობდნენ, ჩვენ ვესწრებოდით ამ ლექციებს, ასე რომ ამ მხრივ სასაყვედურო
არაფერი არ. როგორ ფიქრობთ, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება არის უნივერსიტეტის მოვალეობა? უნდა ისწავლებოდეს ეს უნივერსიტეტში? არა, ასეთი საგანი არ უნდა ისწავლებოდეს. მაგრამ საგნიდან ახლა სიმონ ჯანაშიას ლექციები, ნიკო ბერძენიშვილის ლექციები და სხვების ჩვენ გვიმაღლებდნენ ეროვნულ თვითშეგნებას, მაგრამ ამას არ ერქვა ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. ეს თვითონ ლექციის შინაარსიდან გამომდინარეობდა. აი მაგალითად, როდესაც ბატონი სიმონი ან ბატონი ნიკო გვიკითხავდნენ საქართველოს ისტორიას, ყოველთვის განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას ეროვნულ გმირებზე, სამშობლოსთვის თავდადებულებზე. ამავე დროს ისე გვიყვებოდნენ, რას ნიშნავს სამშობლოსთვის თავდადება, რამდენი ომი გადაიტანა საქართველომ, რამდენი ახალგაზრდა შეეწირა, მაგრამ ეს იყო მათი ვალი. სამშობლო ეს არის შენი სამშობლო და შენ უნდა დაიცვა და არ შეიძლება ამისთვის გვერდის ავლა. საბჭოთა კავშირის დროს უფრო ისწავლებოდა საქართველოს ისტორია ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს დროს? ნამდვილად საბჭოთა კავშირის დროს უფრო ისწავლებოდა საქართველოს ისტორია. რა ვქნათ ახლა? პირველად თქვენი ინიციატივა იყო, რომ უნივერსიტეტს სახელი შეცვლოდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის გამხდარიყო. უკვე რომელიღაცა წელია უნდა ივანე ჯავახიშვილის მგონი 100 წლის თავი აღინიშნოს, შედგა კომისია და ამ კომისიაში სულ ყველა კათედრის გამგეები და მეც როგორც კათედრის გამგე ვიყავი მაშინ და ვარ კომისიის წევრი. აქ დაისახა რა უნდა გააკეთოს ამ კომისიამ, რაღაცა გამოცემა, რაღაცა მოამზადოს ეს გააკეთოს. და როდესაც დამთავრდა ამაზე ლაპარაკი, მე ვთქვი, რომ იქნებ მეთქი დადგეს დრო, რომ უნივერსიტეტს ეწოდოს ივანე ჯავახიშვილის სახელი. აი ესე ვზივარდა ჩემს პირდაპირ ზის გელაშვილი იყო ის. ძველი პარტიული მუშაკი, როცა მომიხდა. უნივერსიტეტს აქვს სტალინის სახელი. მე წყნარად ვთქვი, რომ მე ყველა საბუთი სტალინის სახელობის აზევებ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში აღარ მესმის მეთქი ეს. და რაღაცა რომ უნდა მეცქვა და თიკო ჭყიკვიშვილი მეჯდა გვერდით რექტორი იყო და მომქაჩა გაჩუბდი გოგო მითხრა. გავჩუბდი, მაგრამ ასეთი მდგომარეობა იყო. მხოლოდ შემდეგ, როცა თამაზ გამყრელიძე იყო რექტორი, ბატონმა თამაზმა უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომაზე დააყენა ეს საკითხი და დიდი საბჭო ფეხზე ადგომი და ტაშით შეხვდა ამ წინადადებას. ქალბატონ მარიკა, დღემდე აგრძელებთ სამეცნიერო მუშაობას და დღემდე გაქვს სტუდენტებთან შეხვედრები. სახლში მოდიან უკვე. სახლში მოდიან, დიახ. მაგრამ რასაკვირველია, არაბერი მათ იციან, რომ მაგისტრანტები 5-7 კაცი მეტი არ შემიძლია და კვირაში ერთხელ და სულ დრო დავანებო მინდოდა თავის დანებება და კიდევაც შევთვალე დეკანატში, რომ შემდეგ სემესტრში შემიყვანთ მეთქი და დაგვაცადეთ შემდეგ სემესტრამდე და მე ვილაპარაკოთ მაგაზე. აი ახლა რო ვფიქრობ, გამიძნელდება უსტუდენტობოდ, მაგრამ სტუდენტობთანაც მიჭირს უკვე. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება მიიღო დადგენილება, რომ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სახელმწიფო ენა მხოლოდ რუსული ყოფილიყო. ეძინე გასუდარსტო, ეძინე язык. და გადაწყდა კონსტიტუციებიდან იყო მანამდე მიღებული, რომ ქართული ყოფილიყო სახელმწიფო ენა. ავტეხეთ ერთი ამავე ამაზე. ყველაფერი დაიწყო უნივერსიტეტიდან. და სხვათა შორის ყოველთვის, როდესაც ასეთი სადაო და საჭოჭვარო საკითხი იყო, უნივერსიტეტიდან იწყებდნენ. მოვიდა ჩემთან სასწავლო ნაწილის გამგე მარიკა პირველი იყო ასეთი და მითხრა, რომ რექტორმა შემოგითვალა, რექტორი ახლა დათიკო ჭყიკვიშვილია, რომ მომავალი წლის გეგმები რომ დგება, შეიტანე რომ 1-2 საგანი წაიკითხოთ რუსულად. ეხლა მე ვერ მივხვდი რაში იყო საქმე და მე ვთქვი, მარიკა, ჩვენ რუსულ ფილოლოგიურზე და ჟურნალისტიკაზე რუსულად ვკითხულობთ. არაო, მითხრა, ეს კი არაო.
აი კათედრის ლექციები, საქართველოს ისტორია, წყაროწოდნეობა, ისტორიოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია და სხვა, 2 თუ არა, 1 მაინც. მეოთხარი მე მაგას არ გავაკეთებ. მე მოვდივარ რექტორის ბრძანებით. წამოვედი, ხა მაშინ რექტორთან შეშლა თავისუფალი ყოფით, მე და დათიკო ერთი თაობის ხალხი ვიყავით და ესეთი ამხანაგური ურთიერთობა გქონდა. მითხრა მარიკა, ყველა მიიღებს მაგ გადაწყვეტილებას და შენ დარჩები ასე და მე და შენ გაგვაგდებენ უნივერსიტეტიდან. მეოთხარი შენ რატო გაგაგდებენ? ბოლოს და ბოლოს იქო მივიდა საქმე, რომ დაიწყო ყვირილი და მაგიდაზე ბუშტი დაარტყა. გამიკვირდა, არ ქონდა ასე. მეც დავიწყე ყვირილი და მეც დავივარცხე მაგიდაზე ბუშტი. როდესაც გამოვდიოდი კარებში კიდე მომაძახა, მოიფიქრე, თორემ იცოდე ცუდად გათავდება შენთვისაც და ჩემთვისაც. და რო გამოვედი, მივხვდი, რატომაც ეხა ყვირილი და რატომაც ეხა ამბავი. იქ ისხდნენ ადამიანები, რომელთაც თავის ადგილას უნდა მიეტანათ ამბავი, რომ რექტორს კი უნდა, მაგრამ აი და სხვათა შორის მაშინ ვასილ ჩანდლაძემ, რომელიც ცნობილი აკადემიკოსი იყო, ეკონომისტი და ბევრმა სხვამ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იქამდე რომ იურიდიული ფაკულტეტის სრულიად ახალგაზრდა დეკანმა მეორე კორპუსში აქცია მოაწყო. ახლა თქვენ არ გიკვირთ აქცია და მაშინ სიტყვა აქციის ხმარებაც არ შეიძლებოდა. ერთი სიტყვით ატყდა ერთი უბედურება ამბავი და მაშინ გადაწყდა რომ უნდა მეორე დღეს ყველა უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩვენთან მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ შეიკრიბებოდით უნივერსიტეტის ეზოში და აქედან წავიდოთ და მსვლელობა სადაც იმ დროს ტარდებოდა მთავრობის სხდომა რომ ეს დადგენილება მიეღოთ და ერთი სიტყვით მთავრობის სხდომა შიგადაშიგ უნდა დარეკოს შევარდნაძეა ცეკას მდივანი დაურეკოს და ბრეჟნევს გააგებინოს რა ხდება და ბოლოს და ბოლოს იკითხა ბრეჟნევა что они хотят да язык да изим свой язык და მაშინ გადაწყდა საკითხი იმის შესახებ რომ არ ამოიღებდნენ კონსტიტუციიდან ამ მუხლს რომ ქართული იყო მუხლი ქართული უნდა იყოს სახელმწიფო ენა. ქალბატონო მარიკა, თვითმფრინავის ბიჭების საქმესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თქვენ და თქვენი ძმა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდით მაშინ, ვინც ხელი მოაწერეთ და დარჩით თქვენს მყარ პოზიციაზე ბოლომდე. მაგრამ რა გადავიტანეთ? გვიბარებდნენ უნივერსიტეტში დამიბარეს განათლების სამინისტროში. ნუ რა ვიცი 1000 და გვიბარებდნენ. ძალიან მძიმე იყო ჩვენი და შევარდნაძის საუბარი. მე და გიგა ბოლოს შევარდნაძე მოვწდა გვიძახა და ჩვენ უთხარით რომ რა ვქნათ. ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს. რას ითხოვდა თქვენგან? ხელის მოწერას რომ ახლა რა შეასაქმე იყო. ის სურათი გადაიღეს. მერე ჩვენ გვაჩვენეს ეს სურათი და ასე იყო რომ აი ეს სურათი რომ ნახეთ ჩვენ მივხვდით რომ ისინი დამნაშავეები არიან. მე ვთხარი ბატონო ეძრავ ჩვენ იქ ვწერთ რომ ისინი დამნაშავეები არ არიან ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით რომ დააშავეთ ჩვენ ერთადერთი ვთხოვდით რომ ნუ დახრეტეთ ახალგაზრდები არიან ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინა აქვთ რა იქნება არ ვიცით ძალიან გაბრაზებულმა გამოგვიშვა სხვათა შორის მან იცოდა დაცვა იმისი ვისთან გონდა საქმე და რა მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გაბრაზებულმა გამოგვიშვა საშინელად იყო ჩემი საუბარი დავით ჩხიკვიშვილთან ის მაშინ იყო ცენტრალურ კომიტეტში რაღაცა სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების განყოფილების გამგეს ისე მომაკითხეს წავკიში და რომ უარი უთხარი საბოლოოდ მაშინ უნდა წამოხვიდეთო ჩხიკვიშვილთან კი ბატონო მივედი და ვილაპარაკეთ არაფერი არ გამოვიდა და ბოლოს რა მითხრა ეხლა შენ ხო გესმისო მითხრა რომ უცხოეთში რა ამბავია ატეხილიო ასეთი რამე გააკეთესო სასამართლომ ასეთი დადგენილება გამოიტანა და ინტელიგენციის ნაწილი ამის წინააღმდეგი არისო და რას ნიშნავს ესო და ახლა მეოთხარი ამ ინტელიგენციამ უკან რო წაიყოს არიწყვიან რომ მიაყენეს კედელთან ინტელიგენცია და აიძულეს უარი ეთქვა
წადი აქედან შენთან ლაპარაკი არ შეიძლებაო. წადი მომშორდი თავიდან მოწყა, შენთან ლაპარაკი არ შეიძლებაო. ნუ ერთი სიტყვით მოხდა ისე მე ხომ გაზეთებშიც გამოაქვეყნა ეს იმას რომ დაავალა და ძალიან სამწუხარო პიროვნებებმა ყველა გაიტანეს უკან თავისი ხელმოწერა. გაიტანეს უკან თავისი ის. აი მე და გიგა არაფრით ეს არ ვქენით და ბატონი გიგა ამ დროს საავადმყოფოში იწვა. საავადმყოფოში იწვა კი. და შემოუცვალა შევარდნაძემ რომ მან კოტრიელს თავი დაანებე, მოდიო ეს ფილმი ნახეო და ნუ ეს სირის მიეციო სახეო. გიგამ შეუცვალა რომ მე ავატავარ და არ შემიძლიაო. საღამოს სამსახურიდან გამოვიარე გიგასთან ვიყავი, როდესაც ჩამობნელდა წამოვედი. გიგაც მარტო იყო სახლში და იწვა საავადმყოფოში, მეც მარტო ვიყავი, ზაფხულია და ოჯახები აგარაკებზეა წასული. და ღამის 2 საათზე კარებზე ზარია. შემეშინდა. ვინ არის და გიგა ვარო. მოყვა გიგას ერთ-ერთი ამ ხანაგი მისი რა იყო მეოცხარი, რატო გამოგაგდეს და გიგასი და ნოდარ დუმბაძის პალატების ოთახები ერთ პატარა გვერდით იყო და აივანზე გამოდიოდა. ნოდარი ძალიან ცუდად არისო, იმამ ხანაგმა მითხრა. შეიძლება ამეღამ ვერ გაატანოსო და რომ გიგამ არ უყუროს ნოდარისა. მამა გამოუშვისო, ნუ ეხა გამოუშვეს, იმიტომ რომ შევარდნაძეს უარი უთხრა. იმ ღამეს არა და მეორე ღამეს ნოდარი გარდაიცვალა, მართლა ძალიან ცუდად იყო. რამდენი გვაცრიეს მაშინ, სად არ წაგვიყვანე, სად არ მიგვაყენეს კედელთან. ჩვენ უთხარით. მე უთხარით, ძალიან კარგად ვიცი რომ დამნაშავეები არიან. იმ ჩვენს პეტიციაში ხო წერია, რომ დიდი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ ახალგაზრდები არიან და შეიწყალეთ. ნუ არ შეიწყალეს და რას იზამთრებენ. მაგრამ თავარი რა არის, როდესაც ჩვენ ასე გვათრევენ და მოითხოვენ რომ დავწეროთ რომ უკან მიგვაქვს, ისინი თურმე უკვე დახვრეტილები არიან. მუდმივად რეპრესიებში იყავით. რაღაცა დაძდევს თქვენს ოჯახს რეპრესიები. კი, სულ. და მარტო ოჯახს კი არა, ირგვლივ. უახლოესი ნათესავები, უახლოესი მეგობრები, მთელი ოჯახები ასე დამგრევლდა და სხვათა შორის უკვე ეს მართალია მამა მოსკოვში დააპატიმრეს, მაგრამ აქაურმა კგბ-მ გამოითხოვა და გამოუგზავნეს თავისი ისინი. ცნობა, მოქალაქე დავით გრიგოლიძე და ლორდ ქიფანიძე დაპატიმრებული იქნა 1951 წელს 14 სექტემბერს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ქალაქ მოსკოვის და მოსკოვის ოლქის მმართველობის მეათე განყოფილების მიერ და ბრალად ედებოდა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის ამადა ამ კოდექსებით. აგიტაცია, პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაჯგუფების შექმნას, რომელსაც უნდა მოემზადებინა ნიადაგი, რომ გადაეგდოს საბჭოთა ხელისუფლება. მამა ჩემი ისეთი სულელი არ იყო, რომ ეგონა საბჭოთა ხელისუფლებას გადააგდებდა. ერთადერთი ამბობდა, თოფი თუ გავარდა, ამათი საქმე გათავებულიაო. დარწმუნებული იყო, რომ მთელი ევროპა ამას წინააღმდეგ წავიდა. და ხო ნახეთ, თქვენც გახსოვთ ალბათ რა მოხდა, რომ დავით ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1952 წელს 10 ივნისს თათრეთის АССР ქალაქ ჩისტოპოლის ციხეში. სესერეკაში სახომის ქალაქ მოსკოვის ოლქის სამმართველოს 42 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა დავით ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ჩვენ არაფერი არ ვიცით. რომ დააპატიმრეს ვიცით, მაგრამ არაფერი არ ვიცით. ქალაქ მოსკოვის პროკურატურის მოადგილის 58 წლის 17-იან დადგენილებით სესერეკაში ხალხის ქალაქ მოსკოვის და მოსკოვის ოლქის სამმართველოს 42 წლის 10 სექტემბრის დადგენილება გაუქმდა. სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულის უკონლობის გამო. უკონლობის გამო და დავით ლორთქიფანიძე რეაბილიტირებულია. აი ასეთი საბუთები 1000-ობით და 10000-ობით საბჭოთა მოქალაქეებს აქვს. ქალბატონო მარიკა, როგორი დედა იყავით? მკაცრი თუ მეგობრობდით შვილებთან?
თუ ვინ გაცლიდათ მეგობრობას? არა, შვილებთან მეგობრობა არა, იმიტომ რომ ძალიან ცელკები იყვნენ და ყოველ მეორე დღე სკოლაში ვიყავი გამოძახებული. მაგრამ თვითონ აქ არის მე შვილებს არ ვცემდი, რაც მართალია. ცემა არ მხოლოდ ერთადერთხელ ამოვარდა ჩემთან. ესენი წავიდნენ, ასე უნდა წასულიყვნენ და აქ იყო მათი სკოლა. და მე ამ ფანჯრიდანაც უყურებდი და ამ ფანჯრიდანაც რაღაც შეაგვიადა და ამოვარდა ირაკლის სულგულაძე. მარიკაო მითხრა, სასწაულად გადარჩენ ეხლა შენი შვილებიო, რა იყო და მაშინ აქ ტრამვაით მოდიოდა. და რო გამოვიდნენ, ტრამვაი იყო და შეხტომა მოინდომესო და მე ტაქსით მოვდიოდი და როგორ სილა ჩემა ტაქსის მძღოლმა რომ არ დაეჯახა, არ ვიცი, აი მაშინ რომ მოვედი, მახსოვს ავიღე ჯოხი, ხახსო. ესენი დარბიან მაგიდის ირგვლი, მე ჩემი ჯოხით არის აგულის ირგვლი. აი მაშინ მოგხვდათ მაინც ის ჯოხი. ძალიან ცელქები იყვნენ, ძალიან გამიჭირდა, რაც მართალია. ვნახე, რომ რომელიღაცა გადაცემაში რომ ქალს ბავშვები ეჟუნებით. დაღავდა. მეც ვიყიდე ეჟუნები და მე სპეციალურად დავიქირავე ქალი, რომელიც მიაკითხავდა სკოლაში, გაუკეთებდა ეჟუნებსაც ამოიყვანდა. და ერთხელ მითხრა რომ უნდა გამიშვათო, რატომ მეთქიდა? რა ვქნაო, არ მაკეთებიებენ ამ ეჟუნებს და გამოდიან სკოლიდან და ერთი იქით გარბის და მეორე იქით გარბისო და სად დავეციო. ბატონო გიორგი, როგორი დედა იყო ქალბატონი მარიკა? თვითონ თქვა რომ საკმაოდ მკაცრი, თუმცა არასდროს არ უცემი ხართ ერთი შემთხვევის გარდა. ხა ცემა არა, მაგრამ მკაცრი იყო ძალიან. უხერხული არ იყო, საშინელი ქალია თქო ვიტყოდ. ხა სკოლაში სულ გამოწმებდა. და მე ხა მე და ჩემი ძმა ერთ სკოლაში ვიყავით. მეცხრე კლასში ერთი წლით უფროსია ჩემზე ჩემი ძმა და მეცხრე კლასში რო გადავედი, მე აღარ მოდიოდა სკოლაში, არ შემიძლია თქვენი მასწავლებლებისგან შემოსევაა ჩემზე და მაგრამ დამრიგებელს ვერეკავდა კვირაში ერთხელ და საქმის სკოლაში ვიყოს მოკლედ როგორ სწავლობდით და მე ნორმალურად სწავლობდი. ძალიან გამირთულდაო, ძალიან. ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვობაში ძალიან ცელქები ვიყავით. რაღაც სტუდენტობის დროსაც და ცდილობდა კი არა, დღემდე ვცდილობს რომ გვაკონტროლოს. მე დისერტაციას რო ვაღე სადოქტოროს და ყოველ დღე რეკავდა, ჩემთვას ელაპარაკებოდა, სულ რაშვება, როგორ არის. ეხლაც რო ვიტყვი რაღაცა ეს სტატია, როდის უნდა მიიტანო, ხო იცი უნდა წამაკითხო ჯერმე, ვიცი მეუბნებოდი და აბა დროზე გააკეთე. ეგ ახლა უნივერსიტეტში რო დავიწყე მუშაობა, მე ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობდი თავიდან და 91 წლიდან უნივერსიტეტში ვარ, შტატში და დეკანის მოადგილეს უთხრა, მივიდა და უთხრა. ლექცია რო გააცინოს და შემდეგ მე არ მითხრა, უთხრა, შავ დღეს დაგაყენებ, შენ უთხრა. ეხლა სულ მამოწმებს, ისე მამოწმებს, ყოველ საღამოს მივიღავს 9 საათზე, ეს უკვე ისე აქვს. გამჯდარი აქვს. ერთხელ ვიცით კი უთხარი, მე უთხარი დედა, მე უთხარი თავისუფლების აღკვეთის ფორმა მიმაგრება ესეთი. მე უთხარი რომ ხელს აწერე ყოველ დღე და მეტი კი არაფერი არ ხარ, ხო ტექნიკა წინწასული და ტელეფონით მიკავშირდებით ხო და არ მაინტერესებს ეგ მე მითხრა, უნდა დედა ნებისმიერ ასაკში დედა. ნებისმიერ ასაკში და ეხლაც ყოველ საღამოს 9 საათზე მირეკავს ხოლმე სადახარ. ქალბატონი მარიკას ინტერვიუს თუ გადავხედავთ, რაღაცა ერთნაირად გახასიათებთ გიგასაც და შვილებსაც და მე მგონი ბიძის ხასიათი უფრო გამოგვყავთ ვიდრე დედის. გამორჩეულად უყვარდა გიგა რა. გიგა იყო დედასთვის, რა ვიცი ახლა ხო მისი გაზრდილი იყო, თან ეთყობა ეს ფეხი და ყველაფერი და თან მართლა გაიკაცი იყო რა და რაღაც გამორჩეულად უყვარდა რა. ბებიაჩემსაც და დედასაც. ის კი არა, ბებიაჩემს სხვადასხვა მამაჩემიც ძალიან უყვარდა. და ძალიან განიცადა დედა და მამა რო დაშორდნენ. ხო და სიმპათიური კაცი იყო მამაჩემი, ისიც ვკითხა ერთხელ ბებიაჩემმა, რომ თქვენ გევხართო მამასო, მაგრამ იმის ნახევრები რო იყოთ რა გიჭირთო, მე და ჩემი ძმა. ბოლომდე აწაგახარისა. არა. ბოლო პერიოდში მე და დედას ძალიან ისეთი იყო რა ჩემთვის რა მნიშვნელოვანი ეს ეტაპი. ერთად მოგვიწია მუშაობა და რამოდენიმე ისეთი წერილი გავაკეთეთ.
ჟურნალი არის ესეთი კავკაზი გლობალიზაცია, რუსულად და ინგლისურად გამოდის, ბაქოში და სტოკჰოლმში იბეჭდება. იქ მაშინ ბატონ ლადო პაპოვამ მოგმართა თხოვნით, რომ აი აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონს მე ესე ვეძახიან სამხრეთოსაც, ამაზე უნდა და წერილები და ორი წერილი გავაკეთეთ ერთობლივად. მე და დედამ და კიდევ ერთი წერილი გავაკეთეთ, მე ორი ისეთი, საკმაოდ ისეთი სოლიდური წერილები იყო ეს. ხოლო 40 გვერდიანია თუ არ ვცდები ერთი ამაზე ცხინვალის რეგიონზე და ერთი ის უნივერსიტეტის ვახიტოვი იყო თვითონ ის გვარად საშინელი წერილი დაწერა ჩვენზე და იმას გავეცით კიდე ერთობლივი პასუხი. დედაშვილის თანამშრომლობა შედგა. კი, შედგა და ძალიან ეს ჩემთვის იყო პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე უკვე რა თქმა უნდა 50 წლის კი ვიყავი დაახლოებით მაშინ მნიშვნელოვანი სკოლაც იყო ეს ჩემთვის. ჩემი მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ბატონო მარიკა, ევროკავშირში შევედით, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ყოველდღე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები გვამცნობენ, რომ სხვადასხვა რეგიონში ეთნიკური კონფლიქტი მოხდა, მცდელობა იყო ამის, ან რელიგიური ნიადაგზე დაპირისპირება. აი ამ ფონზე რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას და ამ კითხვით და თქვენი სურვილით მინდა რომ დღევანდელი გადაცემა დავასრულოთ. იმას უსურვებდით ჩვენ ქვეყანას, რომ თავის პოზიციებზე მაგრად იდგეს, რომ ჩვენ ეკლესიაში ახლა რო განხეთქილება მოხდა ძალიან საწყენია, ძალიან. ეკლესია იყო ერთადერთი, რომელიც სულ საქართველოს ერთიანობის გვერდით იდგა და ეხლა კი ეს მოხდა. და უსურვებ, რომ ასეთი დაპირისპირება არ იყოს სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებს შორის. არ შეიძლება ყოველ დღეს კაცი კდება კლავენ სხვათა შორის ჩვენთან ხო საშინელი მდგომარეობა ამ ხრივ. მაგრამ ეხლა, როდესაც რაღაცა პრესას გადავავლეთ, თელს მსოფლიოში ბევრად უარესი მდგომარეობაა ვიდრე ჩვენთან. დაესიენს ყველა ერთმანეთს. და იქ ხო ხედავთ რა ხდება რა და ალბათ ეპოქის მოტანილია ეპოქის. მე ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენ შევძლოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგრამ უნდა ვეცოდოთ რომ გამოვიდოდეთ, მაგრამ ხომ გეუბნებით შემზარა იმან რომ თელს მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა. მადლობა ინტერვიუსთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით, ჯანმრთელობას გისურვებთ და იმედი მაქვს რომ ჩვენს მაყურებელს მოეწონება ეს ინტერვიუ. მე პირადად ეს ის შემთხვევა, როცა სულგანებული ვუსმენდი რესპონდენტს და დარწმუნებული ვარ ანალოგიური ემოცია ექნება ჩვენს მაყურებელსაც.